დიახირკვევა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ახალ გეგმაზე, რომელიც იქნება ახალი გზა სატრანსპორტო დერეფანი საქართველოსა და რუსეთს შორის და რომელიც იქნება ყაზბეგი ლარსის დერეფნის და სატრანსპორტო გამშვები პუნქტის ალტერნატივა. ამის შესახებ მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო და იქიდან გამომდინარე, რომ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ვეღარ აუდის სანქცირებული რუსეთისთვის ტვირთების გადატანას, როგორც ჩანს, ალტერნატიულ გეგმაზე დაიწყო მუშაობა ლავროვის უწყებამ. ამის შესახებ და კრემლის ახალ გეგმასთან დაკავშირებით ჩვენ გავიგეთ მამუკა ფიფიასგან, რომელიც არის პრორუსული პარტიის ლიდერი და მან რუსულ ტელეკომპანიასთან ერთ-ერთ არხზე ინტერვიუში ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე არსებობს მოლაპარაკებები ახალ სატრანსპორტო გზასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ხევსურეთი-ინგუშეთის დამაკავშირებელი გზა ბარისახო-ტარგემის მარშრუტი და ამ საკითხთან დაკავშირებით მისი თქმით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის. ვინ არის საქართველოდან ჩართული მოლაპარაკებებში, ეს არ ვიცით, თუმცა მამუკა ფიფია ამბობს, რომ ამ ახალ გზას არ აქვს პოლიტიკური შემადგენელი და ეს იქნება ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ალტერნატივა, რადგან ლარსზე შეიძლება ითქვას, რომ არის კილომეტრიანი რიგებით და ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უკვე რუსეთისთვის ხელსაყრელი ვეღარ არის, ამიტომაც ეს ახალი გზა ხევსურეთი-ინგუშეთის დამაკავშირებელი გზა იქნება ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელზეც იქნება როგორც საავტომობილო გზა, ასევე სარკინიგზო გზა, როგორც ამას მამუკა ფიფია ამბობს და რომელიც უზრუნველყოფს რუსეთისთვის ტვირთების გადატანას სამხრეთ კავკასიაში, ამ შემთხვევაში სომხეთში, აზერბაიჯანში და ასევე რუსეთის მხრიდან ტვირთების გადატანას ირანის მიმართულებით. ამიტომაც საინტერესოა ახლა რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და ვინ არის საქართველოს მხრიდან ჩართული აღნიშნულ მოლაპარაკებებში. ირკვევა, რომ ამ ახალ სატრანსპორტო გზასთან დაკავშირებით, უბრალოდ ამ გზასთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიმდინარეობდა და გზის მშენებლობაც კი იყო დაწყებული, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პროექტი გაიყინა და დღეს უკვე ლავროვის უწყებამ, როგორც ამას თავად მამუკა ფიფია ამბობს, ახალ გეგმაზე და ახალ სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. Тот же деловой совет вместе с коллегами из МИДа. ისევ საქმიანი საბჭო კოლეგებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროდან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ამუშავებენ მესამე სატრანსპორტო დერეფანს ინგუშეთის გავლით. დიახ, ეს ახალი მარშრუტია. სურთ ახალი ჩრდილოეთ სამხრეთი ის დღეს არსებობს აზერბაიჯანის გავლით. მაგრამ თითქოს ეს დიდი წრია და მათ სურთ რა თქმა უნდა გააკეთონ ეს უფრო მოკლე ინგუშეთის გავლით. გამოდის ბევრად მოკლე. ეს არის ტარგემი და ბარისახო. ესე იგი პროექტი იყო კომუნისტების დროს. აღმოჩნდა რომ არსებობს მაგრამ უბრალოდ ბოლომდე არ მიიყვანეს, გაყინული იყო. შესაბამისად, თანაც აქ არ არის არანაირი პოლიტიკა. ანუ აქ შეიძლება ამ გზაზე მშვიდად მუშაობა და მუშაობენ მასზე და სრულიად შესაძლებელია რომ გაიხსნას. რასაც ვერ იტყვი აფხაზეთზე, იმიტომ რომ იქ აფხაზეთის საკითხი, ეს პოლიტიკური საკითხია და კრასნოდარის მხარე მოცემულ მომენტში ცნობილი მოვლენების გამო უკიდურესად გადატვირთულია. კრასნოდარის მხარეში მხედველობაში მაქვს რკინიგზა. დაუშვათ იქ ნაკადები, რომლებიც მიდიან სწავლენ საქართველოს გავლით. არ ვიცი ირანში, აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში. რაც შეეხება ოსეთის მხრიდან, სამხრეთ ოსეთს, ნუ იქაც პოლიტიკური საკითხია. ამაზეც მუშაობენ ადამიანები, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ყველაზე რეალური ეს, რა თქმა უნდა, ინგუშეთის გავლითაა. საავტომობილოს და რკინიგზაც. მაგალითად, ახლა არის საკითხის გადაწყვეტა, მაგალითად, როგორიც, აი რატომაა ასეთი საცობები, თუ მაგალითად მოხერხდება, რომ ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე გაკეთდეს პუნქტი ამ ტვირთების და ავტომობილების დალუქვის, თუ მოხერხდება ამის გაკეთება, რისთვის, რათა იქვე ადგილზე შემოწმდეს და გაიგზავნოს. ეს უნდა იყოს როსპოტრებნაზორთან დაკავშირებული, როსცელხოსთან და ასეთივე სტრუქტურებთან საქართველოდან. ანუ ეს ორმხრივი უნდა იყოს და აქ სერიოზულად დავზოგავთ დროს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, იქ მაშინვე დალუქეს და ის წავიდა მაშინვე, არ დგას საზღვარზეც კი. ამაზე მუშაობენ ახლა სწორედ საბჭო და სხვა კოლეგები. მოკლედ სამუშაოები მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ამ საკითხით უკვე უკეთესი სიტუაცია იქნება. ახლა მთავარი კითხვა არის, რატომ განიხილავენ ამ მარშრუტს, რამდენად სასარგებლოა ეს საქართველოსთვის და პირველ რიგში ვის ინტერესებში შედის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ასე ვთქვათ რუსული ტვირთების გადატანა სამხრეთ კავკასიაში უფრო დაამოკლებს და ეს იქნება ჩრდილოეთი სამხრეთის ახალი დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზა. ეს პირველ რიგში შედის რუსეთის ინტერესებში, რადგან ეს იქნება უმოკლესი გზა, რათა რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში გადაიტანოს
გაიტანოს ტვირთები თან იმ ფონზე, როდესაც რუსეთში ახლა არის სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემები და ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი არის ერთადერთი მოქმედი სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც რუსეთისთვის სასარგებლო ტვირთი გადის საქართველოს გავლით. ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას საჯაროდ ღია განცხადება არ გაუკეთებია, ამიტომაც არ ვიცით ვინ არის მიმდინარეობს თუ არა რეალურად მოლაპარაკებები და ვინ არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში. კითხვა გაჩნდა, რა თქმა უნდა, მამუკა ფიფიას განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგენს კრემლის რუპორს, ის ხშირად პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა და მას სურს რეალურად საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ამიტომაც გაჩნდა კითხვა, ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მომლაპარაკებელი ამ ახალ გზასთან დაკავშირებით. ოპოზიცია ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მოლაპარაკე თავი, ეს თავიდან ბოლომდე საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, რადგან პირველ რიგში ახალი სატრანსპორტო დერეფანი სასარგებლოა მხოლოდ რუსეთისთვის და ნებისმიერი ასეთი ტიპის მოლაპარაკებები დამაზიანებელი იქნება საქართველოს ინტერესებისთვის. ივანიშვილის სტრატეგია არის, რომ არსებობდეს მის გარშემო მოლაპარაკე თავები, რომლებიც ვითომ არ არიან ივანიშვილი, მაგრამ სინამდვილეში ბიძინას საქმეს აკეთებენ. ესეთი არის რუსი მამუკა ფიფია, ასეთი იყო თავის დროზე სხვადასხვა პარტიები, რაღაც დროს პატრიოტთა ალიანსი, რაღაც დროს ალტინფო, ახლა ხალხის ძალა და ასე შემდეგ. ის პოლიტიკური აქტორები, ეგრეთ წოდებული ექსპერტებიც მათ შორის, ფილოსოფოსები, შათირიშვილები და ასე შემდეგ, რომლებიც ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალებას, წამოაყრანტალონ და თქვან რაღაც ისეთი, რის დატესტვაც საზოგადოებას ჭირდება. მამუკა ფიფიაც, რომელიც ქართველზე მეტად რუსია და რუსულ ინტერესებს ატარებს, სწორედ მსგავს წარმონაქმნს მოგვაგონებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას აქვს ერთი უდიდესი წინაპირობა. ეს არის საქართველოს რუკის აღქმა ერთნაირად. ჩვენ საქართველოს უყურებთ ისე რომ მას შემადგენლობაში არის სამაჩაბლო და აფხაზეთი, ხოლო რუსები უყურებენ ისე რომ ესენი არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამიტომ ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი ვერ იქნება, სანამ ეს არ მოხდება. რაც შეეხება იმას, რომ რაღაცა ეკონომიკური კონტაქტები განვითარდეს, რაღაცა გზები და მაგისტრალები გაიბას, ყოველთვის სანამ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, სანამ რუსის ჯარისკაცი დგას ჩვენს მიწაზე, ყველა ტიპის ესეთი ურთიერთობები, ახალი გზების გაყვანა არის ახალი საფრთხე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. რუსეთში ახლა არის სერიოზული ლოჯისტიკური კრიზისი, რომ აღარაფერი ვთქვათ ლარსზე, მაგალითად კრასნოდარის მხარეში რკინი გზა და ასევე შავი ზღვისპირა ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არის გადატვირთული და ახლა რუსულმა მხარემ დაიწყო ახალი სატრანსპორტო გზის ალტერნატივაზე მუშაობა და როგორც აღმოჩნდა, ეს არის ბარისახო-ტარგემის მარშრუტი, ანუ ხევსურეთისა და ინგუშეთის ახალი დამაკავშირებელი გზა. ჩვენ შევეცდებით, რომ ახლა ქართული ოცნების ხელმძღვანელობისგან მოვისმინოთ, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები, არის თუ არა ეს ფარული მოლაპარაკებები და რამდენად რეალისტურია დღეს ის, რომ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს კონდეს ალტერნატიული გზა და საქართველოსა და რუსეთს შორის გაიხსნას ახალი სატრანსპორტო დერეფანი.